მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის მორიგი განხილვა. დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ეპიზოდზე სხდომა დასრულებულია. პროცესს კლინიკა ვიმამედიდან დისტანციურად ჩაერთო თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. მან გააკეთა პოლიტიკური განცხადებები. მხარეებმა დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. დაკითხვაზე უარი თქვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თემურ ჯანაშიამ. ადვოკატმა მიზეზად სასამართლოს მიმართ უნდობლობა დაასახელა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღნიშნულ დანაშაულზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. ყველაზე უარესი და ყველაზე დაუსახლებელი ვიდრე ვარ საქართველოსი. თქვენ რა არიცით რისთვის ვართ აქ თუ კიდევ გავაგზავნოთ ის ჩარმანკა რომ არა რაღაცა მაინც ექნება მიქარო და ჩაგდენილი. ნავალნის არ უკეთებდნენ ასეთ რაღაცებს. რატომ მივაფუჩეჭე და დავავიწყეთ ეს ფაქტი რომ ამათ მომწამლეს მე. რა მაქვს მიქარული ის რომ ჭაობინა რა მოაწია სახელმწიფო ის რომ კრიმინალი გამომარცხეთ? მე მინდა უთხრა ბიზნესმენებს რომელიც აგერტ ხმას არიღებენ ჩემ პატიმრობაზე უკაცრავად მაგრამ ეს გამჭირველი გადასახადები ეს საგადასახადო სისტემა უმარტივესი და დაბალი გადასახადები ეს თავის დროზე არ ოკორომირებული არ მოდი ეს ბიზნესის რეგისტრაცია ეს ყველაფერი მე არ მოგიცით ისინი ფიქრობენ რომ ძალა აღმარცხნავს ძალა თუ აღმარცხნავს ძალა არის ხალხში თავარი ამ ძალას უნდა დაორგანიზება ამ ჩემ წირს ქვია ძალის გამოღვიძება და ამ ძალას ჭირდება დაორგანიზება. მივესალმებ ნიკა გილაურის ინიციატივას იმის საუბარზე რომ ეხმარება მათ შორის ჯარიმებს იხდის იმ ხალხს ვინც სხვა ბიზნესმენებთან ერთად ვინც არის დაკავებული უკანონოდ ნიკა გილაური იყო ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი გამიხარდებოდა რომ ერთხელ მაინც ახსენოს ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი ისი ამბობს რომ ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმები კი არა კონკურენტი არის სალომე ზურაბიშვილს მიუხედავად მას ჰქონია და არც ვარ კონკურენტი არც არავის ვისაც შევიცი ხეში უნდა რომ აი თუ გამოვიდა და ის შეაიღებს ყველას რა სწავია